ღამის 3 საათი ხდება ალბათ მალე და ჩვენ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 2 შვილი დავტოვე მე სახლში და წამოვედი აქ. როგორც დედა პირველ რიგში, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც მომავალში რაღაც პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, იმაზე მეტი ვიდრე ახლა მაქვს. და მე არ მინდა რომ პოლიციის განყოფილებებში ახალგაზრდებს აწამებდნენ, რომ ადამიანებს ცემდნენ, რომ ასე იძულებით, ძალადობით იღებდნენ მათგან ჩვენებებს, იმას რაც მათ სურთ, რომ ნაცემებს და ნაწამებებს აწერინებდნენ ხელს იმ ოქმებზე და იმ ჩვენებებზე, იმ სათქმეზე, რაც მათი სურვილის და ნების წინააღმდეგ არის შედგენილი. ჩვენ ნახეთ შემზარავი კადრები, რომელიც დღეს გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ასევე ვნახეთ დღისით მზისით ჯგუფურად როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ და როგორ ძალადობდნენ პოლიციელები განზრახ წინასწარ შეთანხმებით უმწეო მდგომარეობაში ჩაგდებულ ადამიანს, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ, მის ღირსებას ლახავდნენ და აწამებდნენ. და ამის მოთმენა უბრალოდ შეუძლებელია. და მე მივმართავ ქალებს, განსაკუთრებით დედებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, რომლებიც ხელის გულზე ატარებენ თავიანთ შვილებს. დაფიქრდით, გაიმეტებთ მათ იმისთვის, რომ ხვალდაზეგ რომელიმე მათგანი აღმოჩნდეს სწორედ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვნახეთ ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა კადრებში. ნუ დახუჭავთ თვალს ამ ყველაფერზე. პოლიციელების ოჯახის წევრებო, შვილებო, დედებო და მეუღლეებო, მორიგჯერ მოგმართავთ თქვენ, რას ჩადიან თქვენი ოჯახის წევრები, პოლიციელები, ადამიანები, რომელთა იმედიც უნდა გქონდეს ჩვენ, რომელთა იმედიც უნდა გქონდეს მოქალაქეს, რომ ისინი დაგვიცავენ დამნაშავეებისგან და ამ დროს რას ვიღებთ ჩვენ მათი მხრიდან? წამებას, ძალადობას და ამას არ შეეგუოთ. იბრძოლეთ თქვენს იმისთვის, რომ ხვალდაზეგ რომელიმე თქვენგანის საყვარელი ადამიანი არ აღმოჩნდეს პოლიციელების განყოფილებაში მათ მიერვე ნაცემი, ნაწამები და გაუბედურებული. და ასევე მათ, ვინც ამ წამების მსხვერპლი ხართ, ან ნარკოტიკი ჩაგიდეს, ან იარაღი ჩაგიდეს და ასე იხდით სასჯელს მდუმარეთ ციხეებში. ძალიან რთულია, გასაგებია ახლა ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი საუბრით შეიძლება გადაარჩინოთ ათობით, ასობით სხვა ადამიანი და ასევე თქვენი თავის დაიცვათ და თქვენი თავის რეაბილიტაციაც მოახდინოთ, რეაბილიტირება იმ უსამართლობიდან, რაშიც ხართ გახვეული. სწორედ ამიტომ მე როგორც ერთი რიგისი ხალი არ შევეგუები ამ უსამართლობას და ვიქნები იქ, სადაც იქნება ბრძოლა, სადაც იქნება უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედება და ეს მოქმედება დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდეს უსაფრთხო ცხოვრება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს შეეძლოთ ღირსეული ცხოვრება და არ გქონდეს გასაქცევად საქმე. იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა კარგად ვიყოთ სხვა ქვეყნის მიწაზე, ეს სამშობლო მაინც ჩვენია და სამშობლოს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეკიცვლის, ვერანაირი კეთილდღეობა ვერ შეკიცვლის. სწორედ ამიტომ ვინც არცად არ ვაპირებთ წასვლას, აქ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები ვიყოთ უსაფრთხოდ და ეს ქვეყანა განვითარდეს და ამ ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს. მადლობა.